ჩვეულებრივი წაბლი 7533 ინდივიდი, კოლხური ბზა 2115 ინდივიდი, უთხოვარი 40 ინდივიდი. ქართული ოცნების მთავრობის განკარგულებაში გოგნის ელექტროსადგურის მშენებლობისთვის ტყიბულისა და თერჯოლის ტყეებში წითელი ნუსხის 100 წლოვან ხეებს ჭრიან. 9688 ძვირფასი ხე, რომლის დაცვა და შენარჩუნება მთავრობის პირდაპირი ვალდებულებაა, სწორედ მთავრობის 1466 განკარგულებით იჩეხება. იმ ათასობით მრავალწლიან მცენარეს შორის, რომელიც პროექტს ეწირება, ასევე არის ძელქვა და იშვიათი იმერული მუხა. წარმოიდგინეთ ტერიტორია, რომელიც ფაქტობრივად მთელ ბათუმზე დიდია, 2800 ჰექტარი მიწა, ანუ დაახლოებით 4000 საფეხბურთო მოედანი. აქ იმერეთში, თერჯოლის, ტყიბულისა და ზესტაფონის მიმდებარე ქედზე, ეგრეთ წოდებული მწვანე ენერგიის პროექტის სახელით უნიკალური ბუნების განადგურება დაიწყეს. ქართული ოცნების მთავრობის გადაწყვეტილებით, აქ წითელ ნუსხაში შეტანილი 7000-ზე მეტი წაბლისა და უთხოვრის, ასევე 2000-ზე მეტი გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზის ხე უნდა მოჭრან. კომპანია გოგნის ქარის ელექტროსადგურს ეგრეთ წოდებული ტყით სარგებლობა ახალი დაწყებული აქვს. თქვენ ახლა ამ სარგებლობის მასშტაბებსა და სამუშაოების ინტენსივობას ხედავთ. ამ უფლებას კომპანია 2 წლის განმავლობაში გამოიყენებს. გოგნის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობაზე დადებითი გარემოს დაცვითი გადაწყვეტილება გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 30 მარტს გამოსცა. სააგენტოს ელენე ღუბიანური ხელმძღვანელობს, რომელიც იქამდე ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტის მთავრობასთან ურთიერთობის დირექტორი იყო. წითელი ნუსხის 100 წლოვანი ხეების მერქნით დატვირთული მანქანები ტოვებენ თერჯოლისა და ტყიბულის ტყეებს, რომლებიც თავის მხრივ კოლხური ტყეების ნაკვეთებია. კოლხური ტყე კი იუნესკოს ძეგლია. ბუნების პირველი ძეგლი საქართველოში, რომელიც იუნესკომ მისი უნიკალური და ძველი ეკოსისტემის გამო ბუნებრივი მემკვიდრეობის კატეგორიაში აღიარა. ჩვენ ფაქტიურად ვაქრობთ კოლხურ ტყეებს იქ ტერიტორიაზე, რაც იყო საუკუნეების მიერ ჩამოყალიბებული. ესეთი სადგურები დგება იმ ადგილებზე, სადაც გაუდაბნოების პროცესი ისედაც დაწყებული, ანუ მინდორია, ველია, არ იჭრება, იმიტომ რომ თვითონ ხე წარმოადგენს პრობლემას, განსაკუთრებით გადამცემი ხაზებისთვის. აი ეს დერეფანები რო გაიჭრება, ის დერეფანები ცარიელი უნდა დარჩეს. იმიტომ რომ არ შეიძლება მაღალი ძაბვის გადაცემის ხაზების ქვეშ ტყე იყოს. მე რამდენიც ხვდები, საქართველოში ძალიან ბევრი ტერიტორია ქარიანი, სადაც შეიძლება ანალოგიური ესეთი პროექტის უფრო ეფექტურად განხორციელება. რატომ ანდა მაინც აქ, რატომ ანდა მაინც კოლხურ ტყეში უნდა ვაკეთოთ ეს? რა უფლებით მიკრძალავთ ტყეში შემოსვლას და გოგნი მუხურას გზაზე დამაკავშირებელი გზაზე სიარულს. ავალ და ვნახავ. გოგნის ქარის ელექტროსადგურის თანამშრომლები ხან ჩვენი უსაფრთხოების საბაბით, ხან ეგრეთ წოდებული სამშენებლო სამუშაოებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით, ხან ხვეწნით და ხან ხმაში ბრაზით ფთხოვდნენ ტერიტორიის დატოვებას უფროსისგან საყვედურის შიშით და მთელი ეს დრო გვიმტკიცებდნენ, კი არ ვჩეხავთ, მხოლოდ ვჭრით და რასაც ვჭრით, მერე ხომ ყველაფერს ისევ დავრგავთო. რამდენი დღეა რაც აქაურობას ჩეხავთ? არ ჩეხავ, ჭრით და რა ჭრასა და ჩეხვას შორის რა განსხვავებაა? კარგი ჭრით. რამდენი დღეა რაც ჭრით? როცა იჭრება, მე ახალი ირგვლივ. ვერ გავიგახარა მთელი დღე ახლა ჩვენ და მთელი დღე შემიძლია ვიმუშაო, კი? არ გსიამოვნებთ ჩემი ყურება? ტექნიკა მუშაობს 1000 კოღომ წერი ცისრელიების მიხედვით და ხილად იყავით. გავთხილებთ ჩემი პროფესიული მოვალეობიდან გამომდინარე. კოლხური ტყე სამყაროს უძველესი ეკოსისტემაა, რომელიც გამყინვარებას გადაურჩა. ამ ტყის შემადგენელი იმერეთის ტყეები მართალია ის აღარ არის, რაშიც დინოზავრები ბალახობდნენ. აქ ახლა ძროხების საძოვარია. ტყეც მეორადად ითვლება, მაგრამ არა ხელოვნურად გაშენებული, არამედ თავისით ამოსულია საუკუნეების წინ. ამდენად იმის მტკიცება ახლა უძველეს რელიქტურ სახეობებს მოუჭრით, მაგრამ მერე მალევე აღვადგენთო, სერიოზული არ არის. შესაძლებელიც არ არის. რაღაცა რო კეთდება, შეიძლება ზიანი მოდგეს და რაღაცა კომპენსირება გავაკეთოთ, მაგრამ როგორ 7,000 ნერგ წაბლსაც კი ვერ ვიშოვით ესე მარტივად გამოყვანის ჩვენ სახეობებს.
აი წარმოიდგინეთ რამხელა მასშტაბია. ბზაც ესე მარტივად არ იზრდება. ბზა მაქსიმუმ წელიწადში 4 სანტიმეტრს მატულობს, მეც კი არა. ეს არის ხეები, ეს არის საუკუნოვანი ხეები. რამდენი საუკუნე დაჭირდება, რომ ის ტერიტორია ისევ აღდგეს კოლხური ტყე, არავინ არ იცის. ქარის სადგურები ელექტროენერგიის წარმოების ყველაზე ეკომეგობრული საშუალებაა. გარემოსთვის კიდევ უფრო უსაფრთხო, ვიდრე მზის ენერგიის გარდაქმნა, ბევრად დამზოგავი, ვიდრე ჰიდროელექტროსადგურები. მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ემისიის, გამონაბოლ ქვის არ ქონაა, მაგრამ საქართველოში მოვახერხეთ და ყველაზე მწვანე ენერგიის მოპოვებისთვის ყველაზე მწვანე ეკოსისტემას, ტყეს ვჩეხავთ. სწორედ ამიტომ უწოდა მწვანეთა მოძრაობამ გოგნის ქარის ელექტროსადგურის პროექტს მწვანე თვალთმაქცობა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს მოუწოდა არ დააზღვიონ, ფინანსურად მხარი არ დაუჭირონ ამ წამოწყებას. მე ვაკეთებ კარგ რამეს, ანუ ემისიები არ მექნება ჰაერში, მაგრამ ის შთანთქმელი, რომელიც რეალურად ოქროს ფასი აქვს უკვე ტყეებს დღეს როგორც შთანთქმელებს, შენ ამ ბუნებრივ ტყეს ანადგურებ, აი ეს უკვე პრობლემაა. ანუ ეს არის ის თვალთმაქცობა, რომელსაც ჩვენ მწვანე თვალთმაქცობას ვუძახით, როცა ვითომ კარგი პროექტი კეთდება და სინამდვილეში ბუნებრივი ტყე იჩეხება ან ფრაგმენტირება ხდება. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის მწვანე თვალთმაქცობა არის აბსოლუტურად მიუღებელი თავიანთი პოლიტიკიდან გამომდინარე. ამიტომ ვიცი, რამდენად სენსიტიურად უყურებენ ნებისმიერ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელმაც შეიძლება ტყის ეკოსისტემები დააზიანოს, იმიტომ რომ ეს შთანთქმელებია. ეს არის ყველაზე დიდი როგორ ვთქვათ, სარგებელი სახელმწიფოსი, ეს ბუნებრივი ტყეებია. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან აუდიენცია ინვესტორებს უთუოდ დასჭირდებათ. პროექტის გაცხადებული ბიუჯეტი 224 მილიონი დოლარია. ერთი თვის წინ ქარის ტურბინების მწარმოებელი ჩინური კომპანიის განცხადებიდან გავიგეთ, რომ მათ ქართულ AG Energy-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს და მათი კოლაბორაციის პირველი პროექტი საქართველოში ქარის ენერგიის მეორე ფერმა, გოგნის ელექტროსადგური იქნება. ქართულ-ჩინური თანამშრომლობა მინგიანგის თქმით მოიცავს ტურბინებისა და ქვესადგურების აღჭურვილობას, პროექტის დაფინანსებასა და ინვესტიციებს, ასევე გრძელვადიან ექსპლუატაციასა და მოვლა-პატრონობის მომსახურებას. შეგვიძლია ნაგერუ იმის რო დადგეს, ვიშკები დადგეს, ასე უფასო იქნება ტელეარხები, ასე არაფერი არ არის. მაგას საგანი უფასო ვიშკები. ახლა მას რა იქნება, როგორ იქნება, რა ვიცი. შეგვიძლია კი დასაქმებას. საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ქარის ელექტროსადგურის თაობაზეც შეხვედრა ადგილობრივებთან ფორმალური იყო. განხილვას სოფლის მაცხოვრებელთა მცირე ნაწილი ესწრებოდა, ჭკვიანურად შერჩეული ხალხი, ვისაც ბევრი კითხვის დასმა არ უყვარს. შეხვედრაზე არც უხსენებიათ, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს სადგურს მოსახლეობაზე, მაგალითად შუქჭრდილების ციმციმი, რომლის გამო 28 ტურბინიდან 14 პერიოდულად უნდა გაჩერდეს და ზამთარში ყინულის ფრაგმენტების გატყორცნის საფრთხე 500 მეტრის რადიუსში. 2 კუბომეტრ შეჭა წარმოადგენენ მოსახლეობას, 2 კუბომეტრს. ახლა რამოდენიმე მანქანა მიდის და ჩეხავენ ეგ ზიანი არ არის. დაშვერ ვაშოთ. ეს შემეიჭრა განაგული. კუბომეტრს ვეძებ და ორ ძირხერს ვეძებდით. კაცო, ვით მოგაჭრევია და შენ ამდენ ხეთქეს. მე გამოვხატავ ჩემ გულისკევას, მაგრამ ჩვენმა წინაპრალა მოუვარა ამ ხეთქეს და აქედან ახლა ჩემი აზრით რაღაცა შეიძლება რისკზე მიდიოდეს სოფელი, მაგრამ ამ სოფელს რა სიკეთე? მე არ ვიცი რა პროექტები ხორციელდება. შეიძლება ვთქვათ, აი იყოს სოფლის აზრი, რომ სოფელს მიეწოდოს დენი უფასოდ, და ამ ტერიტორიაზე ამდენი ზარალის შედეგი რა არის? შეიძლება რაღაცა დათმო, მაგრამ რაღაცა მიიღო, ხო, მაგრამ აზღებულობს ეს სოფელი ვერ გეტყვი, იმიტომ რომ რაღაცას რო ძალიან ღიზიანდებიან ესენი. რა პლუსი ექნება სოფელს? სოფელს რა პლუსი ექნება და როგორც გვითხრეს დამთავრების შემდეგ სოფელს სახელმწიფო დაფინანსებაში, რომ ვიძახეთ ახლა სოფლის პროგრამა, დაემატება თანხა საგრძნობლად დიდი, რომ თქვენ სოფელს რაც გინდათ იმაში მოახმაროთ, როგორც სოფლის დაფინანსება. რამდენიო? აი შეხედეთ არის 16000 ლარი აქვს ჩვენ სოფელს დაფინანსება.
მაგაზე იქნება გაცილებით მეტიო. ზუსტად ახლა ეკონომისტი იქ არ ექოვდა და ის მაგ იქნება ალბათ. ეგ რამეს ნიშნავს? მათ ექნებათ გაანგარიშებული და ეგ რამეს ნიშნავს ასეთ? 16,000 როგორ რას ლაპარაკობ? 16,000 პარლამენტარის ერთთვის ხელფასია. როგორ და არის მოიცა ერთ წუთში სერიოზულად ილაპარაკე ახლა პარლამენტარის თუ აქვს ერთთვის ხელფასი ის ხალხი მუშაობენ. ვინ მუშაობს? შენ მართავობა ქვეყანა. ასეთივე ბუნდოვანი დაპირება გაისმა შეხვედრაზე მუხურაშიც. დაახლოებით, სავარაუდოდ, საიდანაც მოსახლეობას შთაბეჭდილება დარჩა, რომ სოფლის ბიუჯეტს აქვს შანსი წელიწადში, ასე 20,000 ლარით შეივსოს ქარის სადგურიდან. მე რა თქმა უნდა ვინტერესდები ამ სოფლის ყველა ამბავით, მაგრამ ეგ ინფორმაცია იმის შემდეგ გავიგე, რაც უკვე შეხვედრა იყო, დიდი ინვესტიციაა ძალიან. სადღაც მილიარდამდე, ვიცი რომ დიდი კომპანიებია ჩართული და ვიცი რომ რაღაცა ტიპის ზიანიც უნებას მიადგება და სარგებელს რაც შეეხება ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ვიცი რომ რაღაც შეკრება გააკეთეს, ერთ 20 კაცამდე შეხვდნენ და დაახლოებით 20,000 ლარ შეპირდნენ ყოველ წელიწადში სოფელს. ისიც მე მგონი მტკიცებით ფორმაში არ უთქვამთ, სავარაუდოდ თუ მოახერხებდნენ როგორც მე გავიგე. ნუ არაფერი, ეს არის სამარცხვინო, სასაცილო და დაცინვა სოფლის აბუჩა დაგდება, როცა საუბარია იმ ხელა პროექტზე, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ. ეს არის უზარმაზარი პროექტი, ინვესტიციიდან დაწყებული, რომელიც მილიარდია თითქმის და ამონაგებით, რომელიც წელიწადში დაახლოებით 300 მილიონამდე უნდა მივიდეს. წელიწადში 300 მილიონამდე მოგების, შემდეგ რომ 20,000 ლარს უბნები სოფელს, ეს ნიშნავს, რომ საერთოდ არ თვლი არავის არაფრად. გოგნის ქარის კომპანიის 90% შეპეს AG Wind Powers ეკუთვნის, რომლის ერთადერთი მფლობელიც საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძეა. დარჩენილი 10% კი ემზარ გამეზარდაშვილს ეკუთვნის. ქარის 28 ტურბინა გენერატორის გარდა პროექტის საკუთარი ქვესადგურისა და 21 კილომეტრის სიგრძის მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობასაც ითვალისწინებს. ელექტრომაგისტრალი 474 კერძო ნაკვეთს და სოფლის საძოვრებს გადაკვეთს. საჰაერო გზების გარდა სჭირდება მიწისქვეშა კაბელების ქსელის და 31 კილომეტრის შიდა მისასვლელი გზების მოწყობა. ეს ინფრასტრუქტურა ჯამში 225 ჰექტარზე განთავსდება, საიდანაც 76 ჰექტარი სახელმწიფო ტყეა. შეაჩერონ და დავიწყოთ კვლევა. არის ადგილები. ბევრია ადგილები საქართველოში, რომელშიც შეიძლება ამის ანაკეთება და არის შესწავლილიც კიდევ. შეიძლება მაგალითად ესეთი დანადგარების ჩადგმა ვერტფრენებით, რო არ გაჭრა ტყე, იმიტომ რომ არაიდან გზები არ მოაწყო. ესეთი რაღაცებიც არსებობს თანამედროვე ტექნოლოგიებში და გამოვიყენოთ მაქსიმალურად თანამედროვე ტექნოლოგია. გარემოს დამცველები მიესალმებიან განახლებადი ენერგიის განვითარების მნიშვნელობას, მაგრამ ყველაფერს საკუთარ სახელს არქმევენ. ასეთი მასშტაბის ტყის ჩეხა, ბუნებრივი ჰაბიტატების ფრაგმენტაცია, წითელი ნუსხის სახეობების განადგურება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მიზნებს, ბერნის კონვენციის მოთხოვნებს, ევროკავშირის ბიომრავალფეროვნების სტრატეგიასა და საერთაშორისო პრაქტიკაში აღიარებულ მნიშვნელოვანი ზიანის არ მიყენების პრინციპს. მწვანე ენერგიის მომხიბვლელ, ფოჩიან ქაღალდში შეფუთული პროექტი, რომელიც გარემოს ამ მასშტაბის ზიანს აყენებს, სხვა არაფერია თუ არა გრინვოშინგის სახელით ცნობილი მწვანე პრაქტიკა, იგივე მწვანე თვალთმაქცობა.